გაგემარჯოს ჩვენ ყველას, ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა და ვაგრძელებ თამაში ჭავის ყანაში. მეხუთე გვერდი ჩემი ჩანაწერებისა, რომელსაც ხელახლა ვიაზრებ. და წინა მონოლოგში ლაპარაკობდი წერის სტილზე და თუ როგორ უჭირთ შემოსწავლეებს წერა და სტილის მონახვა, იმიტომ რომ სიტყვების ემოციური მნიშვნელობა არ ესმით, ან მიაჩნიეთ, რომ მეტისმეტად გადაჭარბებულია და დასტური უნდათ ვიღაცისგან, რომ ავტორიტეტული კომპეტენტური პირისგან, რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს სიტყვა ზუსტად შეეფერება ამ ადგილს, მაგრამ არ ფიქრობენ იმაზე, ეს სიტყვა შეეფერება თუ არა მათ ემოციას. იმიტომ რომ თვლიან, რომ მათი ემოციები მნიშვნელოვანი არ არის, განსაკუთრებით ლიტერატურასთან მიმართებით. უფრო დიდ შეცდომაში არ შეიძლება ადამიანი შეიყვანო, ხო? და ლაპარაკობდი იმაზე, რომ ბათუმის პლაჟზე ვიღაც რო გაშიშულდა, ანუ ტექსტი როგორ ეწერათ იმათ და როგორ დავწერე მე და ამოვიწერე უფრო ზუსტად, რომ დავასაბუთო რისი თქმა მინდა. ანუ იმათ ესე უწერიათ, ბათუმის პლაჟზე მოქალაქე გაშიშულდა და შიშულ მდგომარეობაში ირუჯებოდა, რამაც სხვების უკმაყოფილება გამოიწვია. ანუ ჯერ ერთი რაუბედური სტილია, ხო, შიშულ მდგომარეობაში ირუჯებოდა. მე ანუ თვითონ ფაქტი ძალიან სასაცილოა და ეს ფორმალური სტილი, ხო, მოქალაქე გაშიშულდა, ანუ როგორ გავიგო, ანუ ძალიან სასაცილო ფაქტს სერიოზულად აღიქვამ და ანუ იმიტომ რომ ტონი და სტილი სერიოზული გაქვს, ხო, სიტყვებს ისეთ ხმარობ, რომლებიც სერიოზულია. არა და მოვლინა ძალიან სასაცილოა. ანუ ასე რომ შეუსაბამო ერთმანეთთან და თვითონ ნაწერი ხდება გროტესკული და სასაცილო, ხო? რამაც სხვების უკმაყოფილება გამოიწვია. ხო, უკმაყოფილება ალბათ მსუბუქი ნათქვამი ემბრიალობასთან, რაც იქ ხდებოდა სავარაუდოდ. იქიდან გამომდინარე ჩვენი კულტურისთვის აბსოლუტურად მიუღებელია საჯარო გაშიშვლება. სანაპიროზე მყოფი მოქალაქეების თქმით, კაცის ქცევა შეუფერებელი იყო საზოგადოებრივ და საზოგადოებრივ წესრიგს არ ღვევდა. ისევ სტილი არის აბსოლუტურად დაცლილი ყველანაირი ემოციისგან, რეალობისგან, რის გამოც 112-ში დაარეკეს. ძალიან სასაცილოა, რომ 112-ში დაარეკეს, იმიტომ რომ ტიპიურად ადგილზევე აგვარებენ ეგეთ სიტუაციებს, ხო? ეტყობა ძალიან ბრგე ვაჟკაცი იყო და შეეშინდა თან. ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. წარმოგიდგენთ, ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, იმიტომ რომ პლაჟზე ვიღაცა გაშიშულდა, რომლებიც მოქალაქეს ტანსაცმლის ჩაცმისკენ მოუწოდებდნენ. ანუ ეს ხო საერთოდ. ხო, აი რა ხდება, როცა კომპეტენტურ ადამიანებს ეკითხები, როგორ წერო. ეხლა რა შეეხება მე როგორ შევცვალე სტილი, ხო? ბათუმის სანაპიროზე მამაკაცი დედიშობილად წამოგორდა და მიიფიცხა მზეს. ჩემი მოსწავლეებისთვის ამ წინადობაში ყველა სიტყვა არის არაკომპეტენტური, თანამდებობისთვის შეუფერებელი და წარმოუდგენელი, რომ თემაში გამოიყენო. არა და ანუ გაჩი ამ წერალს რა უნდა, ხო, ყველა ვინც წერს წერალი, უნდა იუმორისტულად დაგანახოს ეს თუ უნდა ამას მისცეს ტრაგიკული ელფერი. და რეალობას ხო გააჩნია, რა რეალობას იღებ, ან როგორ შეიძლება ტრაგიკული ელფერი მისცე, ან მორალისტური ელფერი მისცე, რომ პლაჟზე ვიღაც გაშიშულდა, ხო, სასაცილოა. ხო, აქ შემეძლო მაგალითად სტილი კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, ძარღვიანი გამიხადა და მეთქვა, რომ ბათუმის სანაპიროზე მამაკაცი დედიშობილად წამოგორდა და თავისი ავლადი იდება მიუფიცხა მზეს. მაგალითად. რამაც სანაპიროზე მყოფი საზოგადოება დიდად შეაჩქვიფა. ანუ სიტყვა შეაჩქვიფა ხო არავინ არ იცის რა არის, ანუ რას გამოხატავს. არა და როგორ კარგად გამოხატავს ხო იმ შინაგან მდგომარეობას უცბად რომ შეჩქვიფდები. ეს რძესავით უცბად რომ შეგინთ რაღაცა გატყდება, იმიტომ რაღაცა ცნაური ხდება. ხო, სანაპიროზე მყოფი საზოგადოება შემხრივ ირონიაა, ხო, იმიტომ რომ სანაპიროზე მყოფი საზოგადოება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი. მაგრამ რადგანაც ეს კაცი გაშიშულდა, ამან უკვე გამოიწვია გასართობად გასული ხალხის საზოგადოებად გაერთიანება, ხო? ქალებმა ლოყაზე ხელი იტკიცეს და წვრილშვილიანად გაქცევით უშველეს თავს. ანუ აქაც ის არის. და განახებს, ხო, რა მოხდა, ანუ ქალის სახეს, ანუ წარმოგადგენინებს იმას, როგორ იტკიცა ქალმა ლოყაზე ხელი, ტიტუ. და როგორ ბავშვები კიდე რაც თავარია, ხო, რომ ბავშვები უნდა მოარიდო ამ სანახაობად.
მაგრამ თან სასაცილოა, იმიტომ რომ დასრული ადამიანი ესე არ უნდა იქცეოდეს, მაშინაც კი თუ მისწინ ვიღაცა გაშიშვლდა, ხო, რაღაც სხვა ფორმები უნდა მონახო ალბათ, რა ვიცი, ან გაიხუმრო, ან ძალიან სერიოზულად არ მიიღო, ან ტრაგიკულ მოვლენად არ მიიღო, ან მორალურ მოვლენად არ მიიღო. კაცებმა კი იმის მაგრად რომ ადგილზე სამწოდესავით მიებეგოთ, ჩივილი შეეშინდათ, რაზეც არ შეიძლება არ იფიქროს ნორმალურმა ადამიანმა ბოლო დროინდელი მოვლენების შემხედვარემ და 112-ში დაარეკეს. ეხლა საინტერესო საუბარია იქნებოდა 112-ში, ხო? 112-ის ოპერატორი გისმენთ. პლიაჟზე ვარ და ვინც ხაუპატრონო შემოიხედა, გატიტულდა და ბავშვებს და ქალებს გვიფრთხობს. რაო ბატონო, რაო და კაცი შიშველი და გადარეულია და გამოგზავნეთ, ვინც ხარო დააოკოს და ხო, პოლიცია მოდის. მოქალაქეო ადექით და შეიცვით და ნორმალურად მეიქეცით. პლიაჟია აქანე და ის არ გეგონოთ. მოქალაქე პლიაჟი როა მაგიტო არ გახთილი. დიკი პლიაჟი არა აქანე. გადაწეკით ასე 500 მეტრის მოშორებით და დავდგამთ იქანე ნიშანს. დიკი პლიაჟი შიშველი გადარეული კაცები. ხო, ანუ როგორ ვთქვა. ჩემი მოსწავლეები წერენ ისე როგორც ის აჭარა თაიმსი აქვეყნებს ამას, აჭარა თაიმსის ჟურნალისტი, რომელიც ალბათ 20-21 წლისაა და ზუსტად ის განათლება აქვს მიღებული, რასაც ჩემი მოსწავლეები იღებენ სკოლაში. ანუ ენა კაი რამეა, ანუ ენა იმისთვის გიждდება, რომ სიტყვებმა ემოციები გამოხატონ და ემოციები შენია. არავინ ვერ წაგართმევს. თუ რა თქმა უნდა შენთან არ მოუსპე მაგის სიხარული თავს, ხო? ახლა დაუბრუნდე ისევ ჰოლდენს, თორემ მე ამაზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო. ნუ ჰოლდენი გავჩერდით იქ, სადაც ჰოლდენი ხო, მოკლედ, სად გავჩერდით, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ალბათ იმიტომ რომ ახალი თემა იწყება, ფოები არის. ჰოლდენის პატარა და შეიძლება სწორად არ გამოვთქვა, მაგრამ ფოები ჩემთვის უფრო კარგად ჟღერს. ფოები, რომელსაც ყველაფერი ესმის, ყველაფერი ანუ გრძნობს ზღვარს ცუცსა და კარგს შორის. არავის უსწავლებია, თავისით იცის. სუნძი ამბობს, რომ ნასწავლი ცოდნა არაა, ცოდნა ისაა, რაც შინაგანად იცი. ბავშვებს შეუძლიათ ყველაზე უკეთეს, სანამ მარტოები არიან, სანამ მთელი სამყარო მათთვის შექმნილი ჰქონიათ, სანამ ვიღაც ან რაღაც არ გამოაფხიზლებს ამოცნებიდან. ანუ ის შეგრძნება, რომელიც გეუფლება გარკვეულ სიტუაციებში და გეუბნება, რომ ეს ცუდია და ეს კარგია და შენ არ მიხვევი, იმიტომ რომ ანუ ავტორი გჭირდება, რომ ავტორიტეტმა დაგიდასტუროს, რასაც განცდი ლეგიტიმური განცდა, რაც ყველაზე დიდი სიგიჟეა და მონობის ბოლო ფორმა ალბათ, რომ ადამიანს ეს ეჭვები გაუჩნდეს, რომ ლეგიტიმურია თუ არა ჩემი განცდები, ხო? უნდა გაყვა იმას, იმიტომ რომ და რა გაგრძნობინებს იმას, რომ ის ისაა, რასაც უნდა გაყვა. სინდისის ქენჩნა ტკივილი, ანუ ტანჯვა, რომელსაც ვერაფრით ვერ შენიღბავ, შეიძლება დროებით რაღაც უქნა, მაგრამ სიცარელე უფრო და უფრო იზრდება და რაც უფრო და უფრო იზრდება, მით უფრო მეტად კარგავ შანსს, რომ იმ განცდას გახვე. და ბავშვებმა ეს ავტომატურად იციან. ანუ ჩემთვის მეხუთე კლასამდე ბავშვების უმრავლესობას ეს მოჰყვება. რაღაცა, რაც სადაც ანუ ალბათ 64 ქვია მაგას, ხო, სადაც ჭეშმარიტება იცის, სადაც არ ფიქრობ იმაზე გახვეტ ხო რა შინაგან გრძნობებს, სადაც შენ ტყავში ბედნიერი ხარ, სადაც შენ გრძნობებს შენ თვითონ არ ქმევ სახელს. მე კარგავენ ხოლმე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მეხუთე კლასამდე უმრავლესობას აქვს. და სწორედ ეს აქ ფოებეს და ეს არის ერთგვარი 64, რომელიც იმიტომ ჩვენ 64 გვჭირდება. გვჭირდება გვჯეროდეს, რომ სადღაც არის იდეალების სამყარო განხორციელებული ამ ქვეყნა და არის კიდევაც, ხო, ძალიან ხანმოკლეა, იმიტომ რომ სოფლის ტრიალი ანგრევს მას, ბავშვი იზრდება და კონფლიქტური ხდება და თინეიჯერში ეჭვიბადება, ანუ 64-ში გველი შედის და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც სანამ არსებობს, სანამ განიცდი იმ 64-ისებურ მდგომარეობას, ეს უზარმაზარ მაგალითს გაძლევს, შთაგონებას გაძლევს, როგორც წინაზე ვიცახდი, რომ ხანდახან ილუზიები აუცილებელია. თუნდაც ყველაზე უფრო სწრაფმავალი ილუზია იყოს მის გარეშე ვერ იოცნებებ ვარძზე და ვარძზე ოცნებას ძალიან სწრაფად გაცვლი ჯანსაღ მწვანილის სიყვარულში და შემდეგ უკვე ჯანსაღ მწვანილზე ოცნება ამოაგდებს ვარძზე ოცნებას. უცნაური მეტაფორებია, მაგრამ მე მგონი სათქმოს ამბობს.
და ფოება ეს არის ჰოლდენისთვის, ფოება 64-ის ნაგლეჯია. ანუ ბავშვებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ ეს სანამ მარტოები არიან, სანამ მთელი სამყარო მათთვის შექმნილი ჰქონიათ, სანამ ვიღაც ან რაღაც არ გამოაფხიზლებს ამოცნებიდან. ფოებას არ სჭირდება რაიმე როლის თამაში ღირსების მოსაპოვებლად. ის ისედაც ღრმადაა დარწმუნებული თავის ღირსებაში. ამიტომ უფრო დამკვირვებელია, შეუძლია ზუსტად იგრძნოს განწყობა, აზრები, მიმართულება. ის მარად მსუფები და მარად შეუმჩნეველი სულია, ისეთივე აუცილებელი და შეუმჩნეველი, როგორც ჰაერი. ფოებასთვის ფილმის გმირები ცოცხალი ხასიათებია, რომელთაც თანაუგრძნობს ზეპირად იცის მათი აზრები და სიტყვები. ფოები ასეთი, იმიტომ რომ ზედმეტად ემოციური, ანუ ჰოლდენი ფოებას ბრალსდებს ზედმეტ ემოციურობაში. ყველაფერი რაღაც ხარჯზე მოდის, მათ შორის იდეალიზმიც. მეცვდებენ ხოლმე ბრალს, ხო, რატკი ნამდვილი ფიქრი, რატკი ნამდვილი განცდა, რატო კითხულობს სოლჟენიცინს თუ ნერვიულობ, ხო, ყველაფერს თავის ფასი აქვს. იდეალიზმი ფიზიკურ სხეულს ანადგურებს, როგორც პაგანინი კბილებდაცვენილი უძილო მშიერი. პაგანინი მთელი 4 დღე რომ იჯდა გაუნძრელված სავარძელში და ხელში ავატყოფის შვილი ეჭირა. მგითხავთ ესაც წავიკითხე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წიგნს ვკითხულობ, ძალიან ბევრი სხვა ბიბლიოთეკიდან. საქმე ისაა, რომ მსხვერპლი ან მშვენიერია, ან მახინჯი. საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება მშვენიერებისთვის ყველაზე მშვენიერი მსხვერპლია. და რომ ვიწოდებ ვნებოდე არ შემიძლია, მეც განა. და ეს ის ცოდნა, რომელიც ფოებასავით შეგინდან უნდა გქონდეს. ანუ ყველას აქვს, მაგრამ ზოგი მიხვება, ზოგი არა. ჰოლდენისთვის ფოება ერთადერთი 64-ია. 64-ის რწმენის გარეშე ადამიანი ვერ ცოცხლობს, ასე რომ დიდი ხანი ჩემთვისაც ბავშვები იყო ერთადერთი 64. ახლა 64-ია ყველა ურთიერთობა, სადაც ჰარმონია თუნდაც წამით ყარდება, ანუ წამია 64, მაგრამ არის. ჰოლდენისთვის ეგ წამი ჯერ არ დამდგარა. ანუ ჩემთვის ბავშვებისთვის ბავშვები 64 იყო იქამდე, სანამ არ მივხვდი, რომ დიდი ბავშვები 64 იყო ჩემს რაღაც 17-18 წლისებსაც მასე ვუყურებდი. რა ეს გაუხლეჩელი სამყარო ჰქონდათ. და მე მივხვდი, ანუ მე გამოცდილება მაჩვენა, რომ არ არის ესე. ანუ მეოთხე კლასელსაც კი აქვს ის ბნელი მხარე, რომელიც თავს იჩენს მაშინ, როცა გაკვეთილიდან გადის. და ეს ბნელი მხარე შეიძლება იყოს ტრაბახი და ამ ტრაბახში შეიძლება შენზეც გადაგიაროს, როგორც ქრისტე ამბობს, ხო, რომ ყველა ხელქვეითი, როდესაც სამსახურს ტოვებს და უფროს არ უყურებს მის ზურგს უკან ცუც ლაპარაკობს და ნუ გიკვირსა ეს ხო სახარებაში იძახის ერთგან. ანუ ესეც საუდაბლობაა, რომ მიხვდე იმას, რომ როდესაც იერარქიის სათავეში ხარ, ამ შემთხვევაში მასწავლებელი ხარ, ის ბნელი მხარე ბავშვი, რომელსაც არ უნდა აღიაროს. ან რა ვიცი, შეიძლება უბრალოდ შენ უშვებ შეცდომებს და ის უკეთესად ხედავს შენ ბნელ მხარეს. მაინც იქითკენ მიდის, რომ ზურგს უკან შენზე რაღაცა ცუდი თქოს გიკბინოს და ეს ბუნებრივია, ადამიანური, ტრაგიკულად აღქმა არ ღირს, მაგრამ როცა ფიქრობ, რომ ბავშვი 64-ია, მაშინ და პირველად ეჯახები ამას, რა თქმა უნდა, ტრაგიკულად აღიქვამ და ანუ კიდე 64 მაშინ დამეგრა, როცა აღმოჩნდა, რომ ჩემსა და ბავშვებს შორის ურთიერთგაგება არ არის ბუნებრივი და თავისთავად იცოდნა, რომ არიან ბავშვები, რომლებსაც საერთოდ არ ესმის რა სწავლა, პირიქით როგორც საზოგადოება გიპირისპირდება, ისე გიპირისპირდებიან. ხო. სასტუმროს ჰოლში ჩასულ ჰოლდენს სუტენიორების და მეძავების კამპანია ხვდება და ამიტომ ლავანდის დარბაზში გადაინაცვლებს, სადაც ბენდი უკრავს სასულე ინსტრუმენტებზე. ჰოლდენი ამბობს, ცეცხლი ჰქონდათ სული რომ ჩაებერათ, მაგრამ ეს კარგი ცეცხლი არ იყო, სულს რომ ჩასწვდენო და უფრო ცეკვის და სხვა რამის ხასიათზე მოჰყავდიო. სამი უშნო პროვინციელი ქალი უცნაური ქუდებით ჰოლდენის ყურადღებას მიიპყროს დანარჩენ საზოგადოებაში, რომლებიც ძირითადად უფროსი კაცებისგან შესდგებოდა 13 მეწყვილე ქალებით, რომ მოჰქონდათ თავი. აქაოდან ნახეთ რა გოგო მიმშვენებს გვერდსო. და ისევ ჰოლდენი იდეალისტიც ცდილობს რაიმე კარგი გამოიყვანოს ამ უიმედო სიტუაციიდან. თელ სცენას თუ წარმოიდგენ, ძალიან კარგ ხასიათზე დადგები, ოღონდ რამაცინებს ვერ ვიტყვი. როგორც ცდილობს ჰოლდენი სამი პროვინციელი 30 წლამდე ქალს თავი ქალად აგრძნობინოს ძალიან სასაცილოა. ალბათ იმ მომენტს გავს დონ კიხოტი ფუნდუქს რომ უახლოვდება და გარეთ მდგომ მეძავებს მიმართავს. ჰეი, თქვენ უბიძო ქალწულნო. ხო, და რას ნიშნავს თავი ქალად გაგრძნობინა? კომუნისტურ სადღეგრძელოს არ გულისხმობ ქალური ბედნიერების შესახებ, რომელშიც მე ნამდვილად არ ვიცი რა იგულისხმება. იმიტომ რომ ბედნიერება სულის თვისებაა, სულს სქესი არ აქვს და თუ ქალებს ბედნიერება ცალკე აქვთ, ესე იგი ქალს და მამაკაცს არანაირი საერთო არ გააჩნიათ. თუ ხორციელ განცდებს და არ ქმნებ ბედნიერებას,
ბედნიერება კი არა სიამოვნებაა, სიტკბო და ნეტარება. ქალ ნეტარებას გამომარჯვესო რო თქვა, რატო უნდა თქვა? განანზე მნიშვნელოვანია პატარ-პატარა მიწიერი სიამოვნებანი, რომლებიც ქალებს აბედნიერებს, რომ სუფრაზე ხოტბაში ასხა. არასჯობია უბრალოდ აქა ვერ ვარ ჩემ მიწერი. მოკლედ თავი ქალად გაგრძნობინა ნიშნავს გამოიწვიო შენი ნამდვილი ლაღი მოთამაშე ბუნება ყოველგვარი ქვენა აზრების მოტივების და ასე შემდეგ გარეშე. მე თუ მკითხავ ყველაზე მშვენიერი ასეთი ურთიერთობაა, მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ ძალიან თავდაჯერებულ და ძლიერ მამაკაცს შეუძლია. ანუ რას გულისხმობ ნებისმიერ მამაკაცი, რომელიც ურთიერთობას იწყებს შენგან, თუნდაც ანუ ყოველთვის არის ხო რაღაც დისტანცია და ფლირტის მომენტი და ამ მსუბუქათაც კი თუ შენი ლაღი ბუნება გამოავლინე როგორც ქალმა, ხო, იმიტომ რომ ქალი ყოველთვის არის ლაღი, თავის ნამდვილი ბუნება ქალის არის ლაღი, ემოციური, ირაციონალური, მოუთოკავი, კვიმატი, ხო? საზღვრებს სინჯავს ყოველთვის. და სუსტი მამაკაცისთვის ეს კატასტროფაა, იმიტომ რომ სუსტი მამაკაცი ამას ვერ უძლებს. და მამაკაცების უმრავლესობა სუსტია, ასე რომ ცდილობს დაგთრგუნოს, ხო, ცდილობს ქვენა აზრები და ქვენა მიზეზები მოუძაბნოს ამ შენ სილაღეს და განსაკუთრებით ეგოცენტრულია და ხო, და ყველა ეგოცენტრულია პრაქტიკულად მეტნაკლებად. რა თქმა უნდა, ამას თავის თავზე იღებს, ხო, რომ ანუ ძალიან ბანალურად რო ვთქვათ, გაიღიმე, იმიტომ რომ მას გაუღიმე და თვითონ არის ძალიან მაგარი ტიპი და ასე შემდეგ და მე შეიძლება ამ ვიმილზე პასუხიც მოგთხოვოს, რატო გამიღიმე თუ რაღაც ხას არ გულისხმობდი და ასე შემდეგ, ხო. ასე რომ და ამიტომ პირველივე ურთიერთობიდან შეიძლება შეატყო, ხო, რომ ვინ არის ის, ვისთანაც თავს ქალად იგრძნობა. ანუ ჩემი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, გერმანიაში რო ვიყავი, წამოსვლას რო ვაპირებდი, ბილეთისთვის ფული მჭირდებოდა, დავალაგე ერთგან, სადაც ანუ შობის წინადღეები იყო და Arbeitsamtში მომცეს სამუშაო სრულიად უცხო ადგილას, მითხრეს რომ დარეკა დაალაგება უნდა მამაკაცმა და იქნებ წახვიდე. წავედი და დამხვდა 300 კილო იყო ეს კაცი ალბათ დაახლოებით 300 კილო, პრაქტიკულად ვერ მოძრაობდა, სახლის ნახევარი რომელიც მშობლებისგან დარჩა გაყიდა და ნახევარ სახლში თვითონ ცხოვრობდა და ეს სახლი იყო საშინლად დასალაგებელი. უზარმაზარი წიგნების ან ბიბლიოთეკა ჰქონდა და მითხრა რომ ვაჭარი იყო მთელი ცხოვრება და ეს ბიბლიოთეკა ასე ვთქვათ, აგროვა მთელი ცხოვრება, რომელიც წაეკითხა, მაგრამ ეხლა დრო არ აქვს, რომ წაეკითხა, მითხრა, რომ ყველა თავის ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობა აქვს, ანუ ეს ქალები რიგრიგებით მოდიოდნენ მასთან, მაგრამ არ უნდოდა რომ რომელიმეს თავი დიასახლისა და ეგრძნო და ამიტომ დარეკა Arbeitsamtში და დახმარება ითხოვა. და მე რა თქმა უნდა, ანუ რო ვთქვა, რომ კარგი ხასიათზე ვიყავი, არა, ანუ მე მინდოდა რომ საქმე დროზე გამეკეთებინა, ფული ამეღო, სახლში წამოსულიყავი და მთელი დღე თავდაუზოგავად შრომობდი და ეს კაცი უკან დამდებდა და ცდილობდა რომ თავი კარგად მეგრძნო. მაგალითად ისეთი მარტივი იუმორით, როგორც არის აბაზანას რო ხეხავდი, თითქმის სტალაქტიტები და სტალაგმიტები იყო ზედამოსული და ვუთხარი რომ რამე მაგარი მომეცით და რა მეუბნება ჩემი ხელი და უბრალოდ ერთი პატარა ჟესტი შეიძლება იყოს საოცრად ანუ ქალისთვის შეიძლება იყოს საოცრად ერთი პატარა ჟესტი რაღაც მისა რომ მე მამაკაცი ვარ შენს გვერდზე ვდგევარ და მე დაგიცავ და არ გაგაკრიტიკებ და ანუ მე ვიქნები ფარი შენს გვერდით ხო გინდას თუნდაც მასეც ზედაპირულ ფლირტში ანუ რაც თავს საოცრად კარგად გაგრძნობინებს ხო და მე მთელი დღე რომ ვიმუშავე მთავაზობდა ძალიან ის და ბოლოს მითხრა რომ არა უსახამოს არ გაგიშვებო შენ მთელი დღე არაფერი გიჭამეო და უნდა გაგიმასპინძლდეო და გამოიღო თევზი, პური, წითელი ღვინო და დავსხეთ და ვილაპარაკეთ და იმა თავის ცხოვრება მომიყვა მე ჩემი ცხოვრება მოვუყევი და კითხა რომ რატო არ აკავსო შეყვარებული და მithყარი რა ვიცი ქართულ მამაკაცებს ჭკვიან ქალები არ მოწონთ მეთქი და მერეო მეუნება აიო მთელი რიგიო ჭკვიანი გერმანელი მამაკაცებისაო რომლებსაც ჭკვიან ქალები მოსწონთო და წარმოვიდგინე უცბად როგორც ჩამსკვრდნენ გერმანელი კაცები რა უნდა ამერჩია იქიდან რომელიმე და სახში მოვედი არაჩვეულებრივ ხასიათზე შეშუჟუნებული აი ეს არის ხო როცა ადამიანი თავს გაგრძნობინებს ქალად ძალიან მარტივია ქალს ქალად აგრძნობინა თავი ამის საჭირო არ არის ძვირი ისინი კონდეს აქვე ძვირი საჩუქრები უყიდო როგორც ჩემს მე-6 კლასელს თუ მე-7 კლასელს გონია ხო რომ გოგოს საჩუქარს მიუტანს და რატო არ უყვარო არა ხო ანუ რატო არ
მე ხო მივედი საჩუქარი და რატო არ ვუყურო, არა ნუ მატერიალური მიეცი და ემოციური სელოდები. არა. ხო, სად ვიყავი? ხო და ჰოლდენი ამას ცდილობს, ხო? ჰოლდენი ცდილობს, რომ ქალებს თავი ქალებად აგრძნობინებს, მაგრამ ქალებს ჰოლდენი სულ არ აინტერესებთ და სწორედ ამიტომ ჰოლდენი დონ კიხოტი. სად ვარ? ხო, ესე იგი, ქალად გაგრძნობინებო თავი ნიშნავს გამოიწვიონ შენი ლაღი, მოთამაშე ბუნება, ყოველგვარი ქვენა აზრების, მოტივების და ასე შემდეგ გარეშე. მე თუ მკითხავ, ყველაზე მშვენიერია ასეთი ურთიერთობა, მაგრამ ამის გაკეთება მხოლოდ ძალიან თავდაჯერებულ და ძლიერ მამაკაც შეუძლია. ჰოლდენი ასეთია, ჰოლდენს უნდა რომ ასეთი იყოს. ჰოლდენს ესმის, რომ სტრატლატერი სუსტია და საძაგლია. სტრატლატერი, რომელიც ქალთან მხოლოდ მაშინ დაიწყებს ურთიერთობას, თუ რამე შედეგებს ელის, ხო, სხვა შემთხვევაში არა. ჰოლდენი თვალს ქერას ადგამს და ხვეწნო მუნდარის მერე საცოქაოდ მიხავს და ყველანაირად ცდილობს, რომ სიმები გააბას მათ გულებს შორის. ადამიანური მხოლოდ და მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გამოსდის, მაინც არანებდება, რადგან ჰოლდენს სხვა გზა არ აქვს, რომ სიტუაცია გამოაკეთოს, ან უნდა დათროს, ან მეწყვილე იშოვოს, ვისთანაც ატმოსფერო შექმნის. აი იმ ატმოსფეროს რემარკის სამ მეგობარში რობის რომ უხსნის ლენცი და მერე დასცინის. შენ ატმოსფერო მარტო საბურავებში შეშვებული ჰაერი გონიაო. მიმტანი ალკოჰოლზე უარს ეუბნება ასაკის გამო ჰოლდენს და ეს სამი სოფლელი გოგო ღარჩება იმედად, რადგან თუ ატმოსფერო მძიმდება, ჰოლდენი მიდის. კომპრომისები არ შევია, ისე როგორც მე და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მძიმე ატმოსფეროს მოწყენილობა და სიძულვილი მოსდევს. ჯერ სხვა გრძელდება, მერე თავი ბოლოს მთელი სამყარო იდეალისტებს ეგრე მოგვდის, ჩვენ ადამიანები კი რთული არსებები ვართ. მაგალითად, ხალხს 1000 უცნაური ეპითეტი მოებობა ჩემს ხასიათის აღსაწერად, გულჩათხრობილი. მე კარგით რა, ჩემ მონოლოგებს მაინც გადახედეთ. აქ თურმე იმიტომ რომ ჩემ გრძნობებს ხვებს არ ვუზიარებ. ჯერ ეს ერთი ვის შეუძლია შენი გრძნობების გაზიარება, ტარიელის არ იყოს, თორემ მე უარზე არა ვარ, სადაა ავთანდილი. მეორე არასტაბილური ვარ, თურმე ხალხს დავცილდი, იმიტომ რომ თაში გზაზე მიმატოვეს. მეგობრებმა სიგიჟები აკეთეს, ბოდიშს არ მოიხადეს, ყველა სიცოცხლე საფრთხეს ჩააგდეს და იქით გაბრაზდნენ, რატომ უპირობოდ არ ვიღებ, იმიტომ რომ ატმოსფერო მძიმდება, ახანაგებო ვიღაცას. ხო, ატმოსფერო მძიმდება, ახანაგებო, როცა რაღაც ცუდს აკეთებ, იმაზე პასუხი უნდა აგო, არ შეიძლება მსხვერპლი იყოს კრიმინალი და დამნაშავე მსხვერპლი. ანუ ჩვენ რეალობაში, ყოფით რეალობაშიც კი ადამიანებს ესეთ ცნობიერება აქვს, რაღაც ცუდს გააკეთებენ და შენ თუ გულწრფელად უთხარი, რომ ცუდს აკეთებ, იქით გდებს ბრალს, რომ თურმე შენ ახარ კრიმინალი და რატო ხარ კრიმინალი, იმიტომ რომ მათ სინამდვილეში არ აინტერესებთ შენ რა დაგიშავეს, ან შენ რას ფიქრობ, ან შენ რა გრძნობები შეგელახა, იმიტომ რომ ადამიანის ღვთის ხატი ადამიანში ინდივიდი არ აინტერესებთ, ხო? ისინი მარტო იმაზე ფიქრობენ, რომ მათი საჯარო იმიჯით დაზარალდება, იმიტომ რომ შენ თუ ასე გულწრფელად უთხარი რაღაცა, ანუ სხვა სიტყვი გულწრფელად და გამოდის, რომ ანუ შენი საჯარო იმიჯის ტყდება და იმიჯის სიკვდილი, ანუ ეგოს სიკვდილი მათთვის ერთადერთი, ანუ ეგოთი ცხოვრება ერთადერთი ცხოვრებაა და ეგოს სიკვდილი ერთადერთი მტკივნეული სიკვდილია. დანარჩენი სიცოცხლე ან სიკვდილი არ ესმით, ხო? და ამიტომ რა თქმა უნდა მათ თვალში შენ კრიმინალი ხარ, იმიტომ რომ ერთადერთ წართმევრაზეც მათი სიცოცხლეა დაფუძნებული და ისევ აზროვნების, ცნობიერების, ენის ბარიერი აქვს და იდეოლოგიის ბარიერია, ხო? მაგალითად ამასწინათ მოსწავლესთან მომიდოს ერთი თვის წინ კონფლიქტი, იმიტომ რომ მოსწავლემ იფიქრა, რომ მე რო უთმობდი რაღაცებს, ეს კი მე სუსტი ვიყავი და რადგან სუსტი ვიყავი, შეეძლო თვითონ ზედ გადაევლო, იმიტომ რომ სუსტი ხალხი ხო ესეთია, კომპენსაციას ხვისი დაჩაგვრით ახდენს, ხო და არ ესმის ეს თუ შეიძლება სიძალა იმას ნიშნავს, რომ გასცემ და თავმდაბალი ხარ. და ხო რა დავიწყე ეს. ხო, და ანუ მე შევეცადე რომ ფორმა მომენახა რომ გამეგებინებინა და რადგანაც ამ ბავშვს რეპი უყვარდა, ოდექით მეც კი დავიწყე რეპერობა, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ რეპს ძალიან ყურმაყურთ ვიცნობ, ერთის ვიცი რომ რიტმული ამერიკული პოეზია, ემინემისთვის გაკვირთ მომისმენია. და ერთხელ ჩემი მეგობრის ბავშვებმა მომენახეს თბილისური ბეთლები, საიდანაც დავამახსოვრდა ეს მომენტი. ზუსტად მომენტი იყო სამღვდელოებაში მოწამვლაზე და რაღაცაზე და მამამ მითხრა რა დგინაშვილო თოფია ხაშენ ციანი. ის დამამახსოვრდა მარტო. და ხელშორის ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ამ ასე ვთქვათ ექსპერიმენტით, ხო? გაცილებით უფრო, ანუ პირველი რაც ვისწავლე რეპზე არის ის, რომ რეპი ერთადერთი ფორმა, ასე ვთქვათ, ხელოვნებისა და performing art, ანუ
სცენური ხელოვნებისა, სასცენო ხელოვნებისა, სადაც ყველაზე მორცხმა ადამიანებმაც კი შეიძლება ყველაზე გულწრფელად გამოავლინონ თავიანთი აზრები და ფიქრები და ჩემთვის მიუხედავად იმისა, რომ სირცხვილის გარლახვა მაინც მომიწია, ჩემთვის ყველაზე ადვილი იყო რეპის წაკითხვა ან გარეპვა. მაგრამ ამ ტიპმა, ამ ჩემმა მოსწავლემ, არათუ ვერ გაიგო მე რატო ყველაფერი ვერ გავაკეთე, არამედ დამიწყო, პირდაპირ თითქოს რომ დამთავრდა ყველაფერი, პირდაპირ აგრესიაზე წამოვიდა, დამიწყო ლანძღვა მე ვარ უნიჭო, რიტმი ვერ დავსვი, რეპის რა გამეგება, თან საინტერესოა რომ თვითონ შემომთავაზა, რომ ბიტზე დასვიო და გამომიგზავნეო და მოვიდა და მე მითხრა, რომ ყველას მოვესმენეო ეს რეპიო და რა უნიჭო რაღაცაო, ყველას იცის მოკდავ და თავი გარეთ არ გამოგეყოფა. ასე დამესხა თავს, ხო? და საინტერესოა, რომ ხო მე ვუთხარი, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელი საქციელი და წადი მეთქი აქედან რა და არ წავალო მითხრა. მაშინ ეს შესთავაზა მეთქი და ადგა და რაზე დაობდა იცით, რომ შენო ეხლა ყველას ეტყვიო სოფელში, რომ გამაგდეო და რა ფორმით გამაგდეო და ესე ჩხუბ-ჩხუბით წავიდა სახში. ანუ წარმოგიდგენიათ 15-16 წლის ბავშვი. მე მთელი ამდენი ხანი იმაზე ვფიქრობდი, რას გრძნობს, რას განიცდის, სად რა სიამოვნება, სად არ შეგულახოთ ამ უყარაობა და ეს ვერც კი ხვდება რამხელა ტკივილს გაყენებს, ხო? და მარტო ის აინტერესებს, იმაში გდებს ბრალს, რომ ის საჯარო იმის კლავ და ეს არაფერ შეიძლება. ანუ აი ამ დონემდე მივედით პოსტსაბჭოთა სივრცეში იდეოლოგიის, იმის გამო რომ ისტორიას არ ვიაზრებთ იდეოლოგიის, იმ დანალექებს იდეოლოგიის არა ჩვენშია. აი ეს რა ზოგადად ესეთი აზრი არსებობს, ამას ძალიან ბევრი მომხრე ყავს, რომ თურმე ყველაფერი თავისით შეიძლება, რომ მომავალი თაობა თავისით მოვა რანაირად. ანუ რანაირად. ხო, არ ვიცი მე. ანუ მაგალითად ვიღაცამ შეიძლება გითხრას, რომ ის შენ ხო ხარ, ის ხო არის, მაგრამ ეს ყველაფერი უზარმაზარი პიროვნული მსხვერპლის ხარჯზე ხდება და თუ ავთანდილი არის ბავშვი, თუ საზოგადოება გვერდში არ დაგიდგა, თუ სტალინის ძეგლი არ აიღე, თუ ცნობიერება არ შეიცვალა, მოკვდები, ანუ ვერ გაძლებ ეს საზოგადოებაში, ხო? ტარიელი მოკვდება, ჭკვიანი ადამიანები ან თვითკოლობით დამთავრებენ სიცოცხლეს, ან რა ვიცი, ან გაგიჟებით. ჩემს ირგვლივ ვისაც ვხედავ, მე ყველას ეგბედი აქვს. ასე რომ არ არის ესე, ხო? ასე რომ ძალიან რთული ამბავია ეს. ხო და როცა ატმოსფერო ძირდება, კი ბატონო, მე წავალ, იმიტომ რომ არანაირი სურვილი არ მაქვს შენს გამო, შენი ეგოს გამო და შენი იდეოლოგიური ბოდვის გამო უარი თქვა ჩემს თავზე, ხო, ჩემს არსზე, იმაზე, რასაც მე ჩემი გონებით ვხედავ და გულით გრძნობ. არ ვიტყვი ცოცხალ გულზე უარს, ხო? მაშინ არ მithქვია, როცა ყველაფერი ძალიან ბნელი იყო და ეხლა როცა ნათელია, მით უმეტეს რა მაიძულებს. ხო, სადა ვართ? იმიტომ რომ ატმოსფერო მძიმდება ახანაგებო. ვიღაცას აღარ სცალიათ, როცა განწყობა არ აქვს, ატმოსფერო საერთოდ იკარგება და რითი ვისუნთქო მე, ეს ხალხი მოგიბრუნდება და რაღაცაში გადანაშაულებს. არ ვიცი რაში. ორი გამოსავალი ან უნდა დალიო, ან წყვილი იპოვო ბარში. თუ არც ერთი არა, რაჯან დავაგინდა იქ. ამიტომ ჰოლდენი თავგადაკლული ეხვეწება ქერას, რომ საწეყვავად გაჰყვეს და უკან არიხევს, მიუხედავად ქალების სიცილ კისკისისა, რომელსაც უხვად აყრიან. მოედანზე გასული აღმოაჩენს, რომ ქერა კარგი მოცეკვავეა და აღფრთოვანდება და კიდევ ერთი შენიშვნა, რომ სულელი გოგოები ვირტუოზები, ანუ ჰოლდენი ამბობს, რომ სულელი გოგოები ვირტუოზები არიან ცეკვაში. ჭკვიანებს კი მათი სიმსუბუქოს და გრაციოზულობის არაფერი სხიათ. ალბათ იმიტომ, რომ ცეკვის დროს ძალიან სხეულს უნდა მიჰყვა და აზრი არ გიჭიეტებდეს თავში. ჭკვიან ქალებს კი საზოგადოების რეაქცია არ ეპარებათ და აზრების გამომბერტყვა უჭირთ. ან საერთოდ არ ცდილობენ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა იქნება ჭკვიან ქალი კარგად რო ცეკვავდეს. ჰოლდენი არ აყოვნებს და ეგრევე გამოუცხადებს ქალს, მაგარი მოცეკვავე ხარო, მაგრამ ქალი არ უსმენს და საფასხოდ ისევ ეკითხება: ჰა, რა თქვი, რაო, მაგრად ცეკვავ, ჰა, მარკოს და მირანდას იცნობ, რა, მოცეკვავები არიან, თუმცა ქალს ცეცხლი აკლია. რა თქვი? იცი როდისა გაიგო, როდის მართლა კარგი მოცეკვავე, როგორ უნდა გაიგო, მართლა კარგი მოცეკვავეა თუ არა, როცა ხელის ქვეშ მის წელზე რომ გიდევს, არაფერს გრძნობ. რაო, არაფერი, არც ფეხებს, არც დანს. ქალი ჰოლდენს არ უყურებს, დარბას ათვალიერებს, გაფაციცებით ეძებს რაღაცას და უცბად ასეთ რამეს ამბობს. მე და ჩემო მეგობარმა პეტერ ლორე ვნახეთ კინოვარსკვლავი გასაწყიდულობდა
საყვარელი იყო და აი აქ ჰოლდენს ეწყება რა ეწყება ატმოსფერო მძიმდება, მაგრამ უძლებს, რადგან უცბად ეს ქალები ძალიან ეცოდება. ეს სამ პროვინციელი სულელი ქალი კინოვარსკვლავების დიდების მტვერი, რომ ციდან გადმოსული სვეტი ცხოველი გონიათ. ეცოდება და ბება, მე პირადად ხალხი არ მეცოდება. თუმცა მე მგონი ცდები, მეცოდება ძალიან შტერი, მაგრამ კეთილი გულის ხალხი მეცოდება და ყველაფერს ვაკეთებ, თავი უკეთ იგრძნონ. თურმე ესეც იდეალიზმი ყოფილა, ეხლა აღმოვაჩინე შტერი იდიოტები კი მძულს, ალბათ ჰოლდენის ფოუნი ჩემი შტერი იდიოტია. ხო, ახლა მივხვდი მატარებელში თავის თანაკლასელის დედა რატომ მოატყუა შენიშვილი თავმდაბალი და დიდებული ადამიანიაო, იმიტომ რომ ის ქალი კეთილი შტერი იყო. შტერი იდიოტი ნეტა რას ნიშნავს? იმდენად რთული გრძნობაა ძნელია ახსნა, ვიღაცისთვის გინებაა ყველაზე მძაფრი უარყოფითი ემოციების დამტევის სიტყვა. მე გინებას იშვიათად ვატანგემოს, აი შტერი იდიოტი კი სულ სხვა. მთელი სიმძიმე ატმოსფეროსი შიგაა მოქცეული ერთი სიტყვა შავი ხვრელის მასასავით ერთი კაუზი გალაქტიკების მასას, რომ უდრის ყველა ცუდ ემოციას ათავისუფლებს და მე მაგაზე აღარ ვფიქრობ, თუ არ შევეჩეხე და ატმოსფერო არ დამძიმდა. ჰოლდენი არ ეშვება ქალებს, ცდილობს საუბარი გააბას. ხელებს თუ გადაუგრიხავდი და ისე დააცდენებდი რამეს თორემ სამივე სხვაგანაა. ბარში ცნობილ სახეებს ეძებენ, წუთითაც არ ადუნებენ სიფხიზლეს. ჰოლდენი სამივეს გაიყვანს საცეკვაო მოედანზე, ყველაზე უხელთური მარტია. წარმოიდგინეთ თავისუფლების ქანდაკებას, რომ ათრევდე მოედანზე, ცოტა რომ შემემსუბუქებინა ატმოსფერო, მოვატყუე, რომ ჰარი კუპერს მოვკარი თვალიო. მერე მარტის ხვებს ატყუებს, რომ ჰარი კუპერი ნახა და ბოლოს სამივენი ერთად ჰოლდენს სტენია მთელი თავისუფლის დანახარს და მიდიან, იმიტომ რომ დილით ადრე რადიო City Music Hall-ის პირველ გადაცემას უნდა მიუსწრონ. ჰოლდენი ისევ მარტო რჩება თავისი სევდით, ღრმა ადამიანობის სევდით, რომელიც ერთადერთია, რაც ცხოვრების მშვენიერებას შეგაგრძნობინებს. აი ის მწვადს კი არა, სულ სხვა მთავარ რამეს რომ გახსენებს. ლავანდის ოთახიდან გამოსულ ჰოლდენს ისევ ჯეინ გალაგერი ეკვიატება. და თავი მე-11 მთლიანად ჯეინს ეძღვნება. და მგონი აქ მე-4 გვერდიც მორჩა. და მშვენიერ დღეს გისურვებთ. დროებით.